ეს ვიდეო მათთვისაა, ვისაც გონია, რომ ქართველები მე-12 საუკუნის იერუსალიმში მხოლოდ სანთლის დასანთებად ჩადიოდნენ. ვისაც საქართველოს ისტორია ზღაპრად მიაჩნია და ვინც კომენტარებში ცდილობს ჩვენი წარსული საგმირო საქმეები დააკნინოს. როცა დავით აღმაშენებელმა თურქ-სელჩუკთა ლაშქარი გაანადგურა, იერუსალიმის ჯვაროსნულ სამეფოს დიდი იმედი მიეცა, რადგან იმ დროს იერუსალიმის მეფე ბალდუინ მეორე დავითის მოკავშირე იყო. აი რას წერს იერუსალიმის პატრიარქი ჟან დე ვიტრი. ქართველები ქალაქში შედიან გაშლილი დროშებით, ყოველგვარი ხარკის გადახდის გარეშე. სარკინოზები ვერ ბედავენ მათ შევიწროებას. ქართველებს წმიდა მიწაზე 1 და 2 კი არა, ათეულობით მონასტერი ჰქონდათ. ჯვრის მონასტერი სწორედ იმ ადგილზე აგებული, სადაც ის ხე გაიზარდა, რომლისგანაც მაცხოვრის ჯვარი დაამზადეს. ასევე გოლგოთას მონასტერი, წმიდა იაკობის მონასტერი. ყველას ჩამოთვლა შორს აგვიყვანს. შეგნებულად ქართველ ისტორიკოსებს არ ვახსენებ, რომ არ იფიქროთ, გააზვიადა და შეჰმატა ისტორიულ ტექსტებს რამეო. ისტორიკოს ლუდოლფ ფონ ზუხემის ჩანაწერში ვკითხულობთ. ქართველები არიან მამაცი მეომრები. მათ წინ ვერავინ ეღობება. მუსლიმები ერიდებიან მათთან ნებისმიერი გზით გადაკვეთას. არაბი ისტორიკოსი ალ-მაკრიზი აღწერს ქართველი ელჩების მიღებას სულთნის კარზე, სადაც მათ განსაკუთრებული პატივით ეპყრობოდნენ, რაც სხვა ქრისტიანებს არც დაესიზმრებოდათ. დიდგორის ომში დავითის მხარდამხარ 200-მდე ჯვაროსანი რაინდი იბრძოდა. საპასუხოდ ქართველი მეომრებით ჩადიოდნენ იერუსალიმში და მათ მხარდამხარ იბრძოდნენ წმიდა ადგილების დასაცავად. როცა დამასკოს მმართველმა ალ-მუზა ისამ იერუსალიმის კედლების დანგრევას მიჰყო ხელი, ქართველები იყვნენ ერთადერთი, ვინც მას ღიად დაემუქრა. მუსლიმი მმართველი იძულებული იყო ქართველების აზრი გაეთვალისწინებინა, რადგან საქართველოდან დამსჯელი ექსპედიციის ეშინოდა. როდესაც სალადინმა იერუსალიმი აიღო, ევროპელები ქალაქიდან გაყარა, მაგრამ ქართველებს უფლება მისცა. დარჩენილი გვინდა თავიანთი მონასტრები შეენარჩუნებინათ. სალადინის ისტორიკოსები წერდნენ, რომ სულთანს არ სურდა დაპირისპირებოდა გურჯებს, რადგან იცოდა მათი სამხედრო პოტენციალი. თამარმა სალადინს ელჩობა გაუგზავნა და მოსთხოვა ქართული მონასტრების ხელშეუხებლობა. სულთანი დათანხმდა. ასე რომ, როდესაც ამბობთ, რომ ქართველები იერუსალიმში მხოლოდ ლოცულობდნენ და ლამაზი ხედების დასათვალიერებლად ჩადიოდნენ, ეს არ არის სიმართლე. იერუსალიმი ჩვენთვის იყო მეორე ფრონტი, სულიერიც და სამხედროც. ამას მოწმობს დღემდე ჩვენი იქ აღმართული მონასტრები და ის ევროპული თუ არაბული მატიანეები, რომლებიც ჩვენი წინაპრების მამაცობაზე წერდნენ. დიდი იმედი მაქვს, მომავალში გეყოფათ გონიერება და საქართველოს ისტორიას ზღაპარს აღარ დაუძახებთ. დავიწყეთ ახალი პროექტი. გააცოცხლეს საქართველოს ისტორია. ეს გახავთ მხატვრულ დოკუმენტური სერიალი, სადაც იხილავთ ეკრანზე გაცოცხლებულ ჩვენს დიდ მეფეებსა და გმირ წინაპრებს, აღმავლობისა და ძნელბედობის ეპოქებს. სერიალი დიდ როლს ითამაშებს ჩვენი ეროვნული ცნობიერების გაღვიძებაში. თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ამ დიდ წამოწყებაში. თუ გსურთ წვლილი შეიტანოთ საქართველოს ისტორიის გავრცელებაში, ანგარიშის ნომერი იხილეთ კომენტარებში ან გვერდის აღწერაში. ერთად გავაცოცხლოთ საქართველოს ისტორია.